ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. მზია ამაღლობელის პროცესს ევროკავშირის, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც ესწრებიან. სასამართლო პროცესზე მივიდა სალომე ზურაბიშვილი. რაც არ უნდა საფუძველი არ კონდეს ჩვენს მოლოდინს, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ადამიანმა იმედი არ კონდეს და არ იფიქროს იმაზე, რომ შეიძლება მაინც სასწაული მოხდეს. ამავე დროს ყველაფრისთვის უნდა ვიყოს მზად და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს განაჩენი, როგორც ახლა ვთქვი, არის და იქნება განაჩენი ყველასი, ვინც მონაწილეობს ამ უსამართლო საქმეში. მოსამართლე, პოლიციელი, გებუაძე თუ რა ქვია იმას და რაც დაირქმება მერე ისტორიაში წითელ ლოყა თუ რაც არის და ყველა ის პოლიტიკური ლიდერი ქართული ოცნების ყველა ის პასუხისგებელი პირი, რომელიც ამაში მონაწილეობს. ამ საქმისგან ჩემი აზრით დარჩა მხოლოდ ერთადერთი სილის გაწვნა. თავდასხმაზე იყო აქცენტი, რაღაც პატაკზე იყო საუბარი, რომ მზიამ დავალება მიიღო. მგონი არაფერი არ გამოჩნდა იმის დასადასტურებლად, რომ ეს იყო თავდასხმა. ფაქტია, რომ მთელი ამ 7 თვის განმავლობაში მზია არის უკანონო პატიმრობაში, მის მიმართ ადგილი აქვს ორკესტრირებულ თავდასხმას სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან. ის უნდა უნდათ რომ გამოიყვანონ პოლიციელზე თავდამსხმელად, რაც არის ღიმილის მომგვრელი. ამბობენ, რომ 700 პოლიციელისთვის, რომელიც აჭარაში მუშაობს, თურმე საფრთხეა და მათ თავად აქციეს სამართალდამცავი ორგანოები კომიკურად. ცნობისათვის გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელ სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლს ედავება, რაც პოლიციაზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი ბათუმში 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით 2 საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი თგებუაძეს სილა გააცნა, რის გამოც ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. ახალი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში, სასიამოვნო სირთულე და დიდი პასუხისმგებლობაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალ ეტაპზე გადასვლა, სადაც საქმიანობას აკადემიური სექტორის მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიწყებ. ჩემთვის ეს არის პატივი და პასუხისმგებლობა ვიყო ამ დიდი გუნდის ნაწილი. წინ დიდი საქმეები გველის, წარმატებას ვუსურვებ კიუსა და თითოეულ კოლეგას, წერს ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში. ვინ შეასრულებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. არსებული კანონმდებლობით შენგელიამ პოსტი 10 დღის ვადაში უნდა დატოვოს. ირაკლი შენგელია 2021 წლიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეა. არაგაულის სოფლებში მეწყრული პროცესები გრძელდება, ვითარება ყოველდღიურად უფრო რთულდება. ადგილობრივი მარადი გელაშვილი სოციალურ ქსელში ახალ ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს და წერს. მაშინ, როდესაც თოვს ბრალდება, ეს ნაპრალი რატომღაც მაინც და მაინც იწყება რკინიგზისთვის აფეთქებული მთის ფერდიდან ორ სოფელს რკალისებურად უვლის გარშემო და მიდის მდინარისკენ, რაც გზად ხვდება და შუალედში მოექცა ყველაფერს მდინარისკენ ეკაჩება. ნაპრალის სიგრძე 2 კილომეტრ-ნახევარია პლუს-მინუს და სიგანე დაახლოებით კილომეტრამდე. წითლად მონიშნული მთის ძირში გადის მდინარე. დაახლოებით წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის კატასტროფის წინაშე დგას რაიონი.
გარდა უკვე დაზარალებული ორი სოფლის ახემაღალი და ღვერკი, ასევე საფრთხის ქვეშაა უჩამეთი, ლაშე, ლაშის იგორეთი, ლელაძისეული, ძირულა, ვაშპარიანი, ქვედა წევა და შეიძლება შორაპანიც კი. რკინიგზაც და ძირულა ხარაგაულის საავტომობილო გზის მონაკვეთი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მერე არ თქვათ, არ ვიცოდით, ან ასეც არ გვეგონაო, წერს მარადი გელაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ხემაღალსა და ღვერკში ერთი თვის წინ დაზრული მეწყერი დღითი დღე ძლიერდება. ამ დროისთვის მეწყერულ ზონაში 50 ოჯახი გეოლოგიური მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. 30-მა ოჯახმა კი საცხოვრებელი სახლი დატოვა. მეწყერისაგან დაზარალებული მოქალაქეები ეკომიგრანტების სააგენტო და სახლის შესაძენით თანხის დროულად გამოყოფას მოითხოვენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ მიზნით განსაზღვრული 30,000 ლარი მცირეა და ამ თანხით ახალი სახლის შეძენას ვერ შეძლებენ. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროევროპულ აქციებზე თუ ვინმე ძალადობდა, ყველა დასასჯელია. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ საზოგადოების მიმართ ძალადობის ფაქტებს ვერ იძიებენ, რადგან მოძალადეების არაფორმალური ჯგუფების თუ სპეცრაზმელების იდენტიფიცირება შეუძლებელია. მისივე თქმით, ყველა გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. რაც შეეხება მოძალადეების დასჯას, ხო, ერთი რო აქ არ შეიძლება ვიმოქმედოთ ჩვენ ორმაგი სტანდარტებით. მე გეთანხმებით, რომ თუ ვინმე ძალადობა და არის ყველა დასასჯელი, ხო? რაც შეეხება ძალონების მიმართულებას, აქ იყო მტკიცებულების პრობლემა, იდენტიფიცირების პრობლემა, თუმცა მე გეთანხმებით, რომ აქაც დამატებით უნდა ჩავეძიოთ შესაბამის უწყებებს და უნდა დავადგინოთ, რამდენად არის თუ არ არის იდენტიფიცირება და შესაბამისი. იდენტიფიცირება 8 თვეში ვერ მოხდებოდა? უწყებები ეხა რაც არის არსებული ინფორმაცია, იდენტიფიცირებადი არ იყვნენ ეს პირები, თუმცა უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამუშაოები. მე მინდა თხოვო კიდევ ერთხელ საჯაროდაც ყველას, როგორც პროკურატურას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ ისინი შეძლებენ შესაბამისი პირების იდენტიფიცირებას, მაქსიმალურად უნდა წადონ ეს ყველაფერი. ერთი კითხვა მაქვს, არა, თქვენთვის არის თუ არა ცნობილი, რომ მაგალითად მაკაჩი ხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელების სავარაუდო ვინაობა უბნელებმა გამოიცნეს მეორე დღესვე. ეხება ამასაც, ანუ აქაც კიდევ ერთხელ საჯაროდ შემიძლია ყველას მოუზოდო, რომ მაქსიმალურად ჩაეძიონ თითოეულ ამ საქმეს. და მონდომება სად დაგვანახეთ ბატონო ირაკლი 8 თვე გავიდა და ახლა ეუბნებით რომ მივიდნენ გამოძიებასთან ითანამშრომლონ. ამ დრომდე რატომ ვერც ერთი ვერ გამოავლინეთ? და ერთი კითხვა მაქვს, სპეცრაზმელის იდენტიფიცირება თუ ვერ მოხდა და ეს პრობლემა იყო, ეს ჩვენი პრობლემაა თუ პრობლემა მათი, ვინც მაიდენტიფიცირებელი ნიშნები მოხსნა სპეცრაზმს? არ ვიცი, ნახეთ, ყველა კითხვა დავუსვათ, მოდით ერთად დავუსვათ, ყველა კითხვა შესაბამის უწყებებს და ჩავიძიოთ ყველაფერს. თქვენ კითხულობთ ხოლმე? ნიშნები მე რა თქმა უნდა გითხულობ. აი რა სიხშირით ბოლოს როდის მოიკითხეთ? ძალიან ხშირად ვინტერესდების სხვადასხვა კატეგორიის საქმით, მათ შორის იმ საქმეებით, რაც დაკავშირებულია სამართალდამცავი წყობების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობასთან. პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანებიან ის მოქალაქეები და ჟურნალისტები, რომლებიც უშუალოდ გახდნენ ძალადობის მსხვერპლი აქციების დროს. ზღაპრები, რომლებსაც ახლა ყვებიან, შეუძლიათ მოუყვნენ მაგალითად ხატიას იჭინავას და სოფობედიას ქმარს, რომლებიც დაუჯერებენ. თუ მაგალითად ჩემი საქმის გამოძიება უნდა 8 თვის წინ უნდა გაეკეთებინათ ის, ვიდრე სამხილები განადგურდებოდა და არა ახლა. მაგალითად მე თვითონ მივუთითე გამომძიებელს, რომელი ქუჩის ჩანაწერები უნდა ამოიღო სათვალთვალო კამერის, რომ უნიღბოდნენ ახლა ჩემსა და გიორგიზე თავდამსხმელები, დავეხმარეთ და 4 ადამიანის იდენტიფიცირება მოვახდინეთ და თურმე 8 თვის განმავლობაში ექსპერტიზა ვერ დასრულდა. შეუძლიათ რომ დაიხმარონ ის ადამიანები, რომელიც უნიღბოდ ჩანს. რომც მივყვეთ ამ ლოგიკას, მიუხედავად ამისა, მათ შორის სინდისის პატიმრების სასამართლოს ხდომებზე ჩვენებების მიცემის დროს, სპეცრაზმელების ნაწილმა, მათ შორის მაგალითად ერთ-ერთი ბოლო იყო ლაშა გელაშვილმა, ღიად თქვა, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ გვეკეთა ნიღბები, ვიცით ერთმანეთის სახელები და გვარები, ნიღბის გარეშეც ვცნობთ ერთმანეთს. ანუ მათ იციან, ვინ არიან, ვინ რა დროს რა დანაშაული ჩაიდინა, ერთმანეთს ხელს აფარებენ, ასე მუშაობს ეს სისტემა, დაუჯელობის სინდრომზე დგას ივანიშვილი, რომ მე ხვალაც იგივე ნიღბიანებს მისცეს უკანონო დავალებები. ყველა ობიექტური კრიტერიუმით 8 თვის საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცა მოცემულობა მაინც დამდგარიყო, რაღაცა შედეგი, რაღაცა ეტაპამდე მაინც მისულიყო გამოძიება, სადამდეც არ არის მისული და ის საწყის ეტაპზევე არის დაპაუზებული და გაჩერებული. აქვს ნომრები, ეს ძალიან მალევე უნდა გარკვეულიყო და აქამდევე უნდა გამოძიებულიყო. თუ არა აქვს ნომრები, ეს თაკი პრობლემაა და ამაზე ბევრჯერ იყო მოთხოვნა, რომ მათ უნდა ქონოდათ რაღაცა საიდენტიფიკაციო ნიშნები და ეს პარლამენტსაც ევალებოდა, რომ ამაზე ზედამხედველობა ქონოდა, როცა ეს პარლამენტში იყო ბატონი კობახიძე და როცა მთავრობაშია მით უმეტეს კიდევ უფრო მეტად ევალებოდა, რომ ეს რაღაც მოეგვარებინა. როდესაც დაიწყო ჩემი საქმეზე გამოძიება,
ჩემი კურტუკი იყო შემოწმებაზე გადატანილი, გავიდა რაღაც 6 თვეზე მეტი უკვე და ჯერ კიდევ არ არის დადგენილი იმ კურტუკზე სიცხლე იყო თუ არა ჩემი. შესაბამისად გამოძიება არაფერს არ ცდილობს იმისთვის რომ დაადგინოს რა მოხდა. შესაბამისად, როდესაც სახელმწიფო ამ ძალადობაზე ესე თვალს ხუჭავს, გამოდის ის, რომ სახელმწიფოც ამ ძალადობის მხარეს არის, არ ემიჯნება ძალადობას, აგრძელებს ცხოვრებას ისე, ვითომ არაფერი არ მომხდარა. და ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ ამ ძალადობის შემოქმედი არის ისო სახელმწიფო. ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, მეორე ნაწილი კი პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამის ფონზე ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ გამარჯვება მათ მხარეს არის და აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში არეულობის შექმნაა. რეჟიმი ამ ქვეყანაში უნდა დაემხოს, რუსი ოლიგარქი ამ ქვეყანაში უნდა დაემხოს. როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ რეჟიმი უნდა დაემხოს, გულისხმობთ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას და კონსტიტუციით მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეების უფლება, იმისი, რომ როდესაც ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხს და ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხს და მიტაცებული აქვს არჩევნები და მიიტაცა ბოლო არჩევნები, ხალხს აქვს უფლება, რომ ქუჩაში გამოსვლით მშვიდობიანი წინააღმდეგობით რეჟიმი ჩამოშალოს. შესაბამისად, მე პირადად ამ ინიციატივას ცხადია რომ ვუჭერ ხარს. თუ არც არჩევნებში მიდიხარ, თუ არც არაფერს არ აკეთებ, მაშინ ვითხრა სამ ხალხმა რას აკეთებს. და მეორე მხრივ რომ ხაბეიშულთან კითხვა მექნება რომ 4 ოქტომბერს რას ელოდება თუ რომის გაკეთების თავი აქვს, რა ვიცი რატო არ აკეთებს სექტემბრის შუა რიცხვებში მაგალითად, ხო? ჩვენ ვიცით რომ არ ვართ რევოლუციონერი პარტია, ჩვენ არ ვემხრობთ რადიკალიზაციას, იმიტომ რომ გონია რომ ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი იქნება რადიკალიზაცია და ძალმომრეობა. შესაბამისად, ჩვენ ფიქრობთ რომ ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ ყველა დემოკრატიული ბერკეტი, რომელიც სამწუხაროდ შერყეულია ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ბოლომდე მშვიდობიანად შევეცდებით, რომ ეს ქვეყანა დაუბრუნოთ ევროინტეგრაციის გზას. დამხობა თავისი არ სიტყვა შეიცავს ისეთ შინაარს, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. ანუ თუ დამხობას ამბობს, იმისი თავი უნდა კონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს და თუ დამხობა უნდა დაამხოს. და გაიცემა შესაბამის პასუხი და თუ ვერ ამხობს მშვიდობიანს მოამატებს. მშვიდობიანი დახოცვა ადამიანებს. შეიძლება ეგეთ რაღაცა ილაპარაკო, ასეთ სისულელეს ამბობენ და ამიტომ ეხლა ვითომ აზღვევენ, იმიტომ დამხობისკენ მოწოდება სისხლსამართლის დანაშაული და მშვიდობიანს ამ სისულელეს კონტექსტ თუ შექმნიან, ამით დაიზღვევენ თავს. არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, მშვიდობიან ამოხოცვაზე ხალხი და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებზე განცხადება ასევე გააკეთა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, 4 ოქტომბრის არჩევნები არაპოლიტიკური არჩევნები, არამედ ქალაქებისა და სოფლების განვითარების წინაპირობაა. ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით. ხო, აქ საქმე ეხება ქალაქების, სოფლების, მუნიციპალიტეტების განვითარებას, კეთილმოწყობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებას, ჯანდაცვის მიმართულებით ახალი პაკეტების შეთავაზებას და ეს შემდეგ. ამას ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როდესაც ამდენი არ ესმის ოპოზიციას, აქ შეგახსენებთ, რომ არც 53%-იანი ბარიერი არ არის დაწესებული და არც 50-იანი და არც 90-იანი, ეს რო არ ესმის ოპოზიციას, ეს არის რა თქმა უნდა მათი პრობლემა. ეს მეტყოლებს იმაზე, რომ ისინი არიან რაღაცნაირად მიმწყდეული კუთხეში და ეს გააკეთა არა მარტო ქართულმა ოცნებამ, არამედ ეს გააკეთა deep state-მაც, ხო? მათ შეიყვანეს რეალურად კუთხეში რადიკალური ოპოზიცია, მათ წაიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ვაბანკზე და შესაბამისად შეიყვანეს რეალურად სამწუხაროდ კი არა და საბედნიეროდ კუთხეში. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარსულში ნასამართლები 2 პირი დააკავეს. ბრალდებულები საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდნენ. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი ბრალდებულის თანმოქონი მცირე ზომის ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო მეორე ბრალდებულისგან ამოღებულია 336 აბი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ბრალდებულმა საქართველოში სხეულით შემოიტანა. პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსახიობი გულია და სანოძე 75 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იპოლიტე ხუჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრში გულია და სანოძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ქართული თეატრის უპირობო სიყვარულით გამსჭვალულმა მსახიობმა გულია და სანოძემ იუბილე ყველაზე ბუნებრივ გარემოში, სცენაზე, მისთვის საყვარელ ადამიანებთან და გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა. ადამიანისა, რომელმაც თავისი ენერგიით და უსაზღვროებით დაამტკიცა ხონის მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრება. გულია და სანოძე ეს სახელი ათეული წლებია ასოცირდება თეატრთან. მან მის მიერ შექმნილი გულიდან ასის ხორცებული სხვადასხვა როლი შთამბეჭდავად ცოცხლოს იდეური ჩვენთაგანის მეხსიერებაში. და მინდა ვთქვა, რომ თეატრალის და ასეთი მსახიობის გვერდით გულია და სანოძე არის ადამიანი, რომლის ირგვლივ იზრდებიან, ვითარდებიან და წარმატებებს აღწევენ ლიტერატურული წრის ბავშვები და ეს წარმატება არა მარტო ხონის მუნიციპალიტეტშია, არამედ მის პარტიებს გარეთაც არის ცნობილი და გავრცელებული. 75 წლის იუბილე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ადამიანის ცხოვრების და მოღვაწეობის შესაძლებლად. დღეს ჩვენ აქ რაც ვნახეთ, ეს ფოტომონტაჟი, ვიდეო მონტაჟი და გულია და როგორ დაფრინავდა სცენაზე. ყველა დარწმუნებულია აქ ყოფილი და საერთოდ ყოველი საზოგადოება და ვინც იცნობს გულიადას, რომ მისი არეალი არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ხონი. მას უფრო დიდი ფართო ასპარეზი შეეძლო დაეპყრო და ამაში ჩვენ ეჭვი არც გვეპარება. მაგრამ ასეთია ბედისწერა, მას მოუხდა თავის მოღვაწეობა ამ პატარა რაიონში, თუმცა მისი ფენომენი, მისი აქტიურობა, მისი უნარები არ ეტევა ჩარჩოებში. გულია და სანოძე 10 წლეულებია იმ იშვიათ არტისტთა რიგებშია, ვისთვისაც სცენა მხოლოდ პროფესია კი არა, მთელი ცხოვრება. მისი შესრულებული როლები სამუდამოდ რჩება მაყურებლის გულში. მის მიერ წაკითხული პოეზია კი ყოველთვის იპყრობს საზოგადოების გულებს. შეგახვიეს და შეგმოსეს ლეგენდები თუ გაჭირდა მტერს და ორგულს ლეგენდითაც ვეკეთები შენი ჯვარი ოქროს ჯვარი როგორც გახიზნული ჩიტი როგორც სული შენი სული ფერად გასისრული შინდის გამოიყა ელნად ზარებს საყდრის დამუნჯებულ ზარებს დამზე უძღვის ჩალისფერი ქართლის გამარჯვებულ ზარებს თევდორე
ძალამ გასულდი და მომავალი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს წარსულიდან. გულია და სანოძე დაჯილდოებულია ღირსების მედლითა და ღირსების ორდენით. არის ქაქუცო ჩოლოყაშვილის ეროვნული საზოგადოების საპატიო წევრი და ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. გულია და სანოძეს მინიჭებული აქვს ქართული კულტურის ამაგდარის საპატიო წოდება. საზოგადოება ხონებმა მოგამიჯათ ამაგდარი ხონების საპატიო წოდება. საპატიო წოდებით აჯილდოებს ვაკმოსის თეატრალსა და ნიჭიერ მსახიობს. საზოგადოება ხონების აქტიურ წევრს და ღირსებით შემკულ ქალბატონს გულია და სანოძეს დაბადების 75 წლის სახელოვან იუბილეთან დაკავშირებით. მსახიობის შემოქმედებით გზაზე, რომელიც ათობით მთავარ როლს მოიცავს, გამორჩეულ როლად რჩება მაია წყნეთელის სახე. ეს იყო გარდასახვა, რომელიც საუკეთესოთა სამეულში სამართლიანად იკავებს ადგილს. დღესაც კი, როცა მისი მოღვაწეობის წლები უკვე კულტურის ქრონიკად იქცა. გულია და სანოძე კვლავ აქტიურია. ის კვლავ ქმნის, თამაშობს, კითხულობს და აძლიერებს ქართულ თეატრს იმით, რაც მისთვის ცხოვრების წესად იქცა. გულია და სანოძე არის ქალი, რომელიც სცენას სინათლეს მატებს და მაყურებელს რწმენას, რომ ხელოვნებას ძალა ნამდვილად აქვს. წუხე და მცქაროდი ნარიანთას სთქვი მამულო რაგაწუხებს სთქვი დამდგები დარიალთან სთქვი დიდ გორზე დავიქუხებ ბებერ კრწანის ავაღალვებ სთქვი მამულო რაგაწუხებს და წამოშლი არაგველებს ტკივილებით მინამულო სთქვი თუნდა დარიამთას სთქვი მამულო და დავდგები დარიამთან სთქვი დღეს სული შეშლილია მერე რათუ შემოგულევენ გეშინია შემოგევლე დგალან ცივი გალინდები დუმარ მიწას გადავ